ვთქვი, ძალიან მიყვარს ყველანაირი დღესასწაული, რაც სიყვარულს და ბედნიერებას ეხება. და ვალენტინობაც განსაკუთრებით მიყვარს. ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს ვალენტინობისთვის და მოკლედ თქვენც წაგიყვანთ ჩვენთან ერთად. დღეს მივდივართ, რომ საჩუქრები ვუყიდოთ ერთმანეთს და გამოგვყავით და ვნახოთ რა საუბრობთ. მოვედით აუთლეტში და შემომაყიდა სინაპონი. ცხელია და ძალიან ცივა. კაია? Yeah, but you're still beautiful. I like it. Danke sehr. ძალიან მომწონს. Wow. ანუ ძალიან მომინდა ის ფეხსაცმელი ხაუჟი ტიპი რა. მენე საოცრად ლამაზი ფეხსაცმელია. Fantastic უნდა კონდეს თუ ეს ცოტა იმას იმდაჯის ქნა რა. არ ხომ არა, თუ ესე უნდა იყოს. ნოტანი სწრაფად ვიშოპინგეთ. ორჯერა. ამ ფეხსაცმელს რამდენი წელია? ანუ ყველა შესვლაზე ჯიმიჩში სულ მაგას უყურებდი ხოლმე. პარიზიდან დაწყებული. მე საოცარი ფეხსაცმელია, შოქში ვარ. ეგრე. ანუ სახში რა ბავადა რომ ჩავიცვევ? Yeah. სახში რა მექნება? Crazy. ჩემი რა იქნება? That's crazy. ეხლა უნდა მოვიფიქრო შენი რა ქვია. რასთან ჩავიცვა? ანუ შოქში ვარ. კიდევ ერთი ფეხსაცმელი შემოვა ჩემს კოლექციაში. ეხლა უკვე ოფიციალურად 3 მაქვს რა. ანუ უკვე კოლექციონერი ხარ. ხო, ერთი მანულა მაქვს. არა, ერთი მანულა, ერთი ჯიმიჩი და ახლა მესამე ჯიმიჩი დაემატა. ანუ ბრენდის 3 არ გაქვს. 3 როგორ მაქვს, ერთი მაქვს შავი. არწერა, ერთი მაგროდის მოვა და ჩავდა ეს კუთხში რო იქნება და რომ და გავხსნა ესე და შიგნით ქაღალდი რო აქვს ხოლმე თანის რაღაცნაირი რა თხელი. ის რა გადავხსნი ესე და შიგნით რო იდება. იჯდება. More like. Yeah. So pretty. Nice. Unboxing-ი გავაკეთოთ. Wow. Wow. ღმერთო რა ბიჭი ხარ? You're so handsome. I'm so excited. Hey, babe. Jesus. ანუ არჯერა. ჯერკუცი არ გამიხსნი აღონდა. Of truth. მოვიდა დრო. Pochedal. ან თავის იმაში არის. Jesus. ანუ ღმერთო ეს ლამაზი ფეხსაცმელი არის ეს არ მინახავს. Okay. მეორე გავხსნა. ორა ის გულით არის შეფუთული რა. ის ბანტები რო არ გაუხუჭდეს რა. ჩემი ზომა არის. ანუ გადავჭით.
ვერცო. ანუ მე შოქში ვარ. ეს სილამაზეა. დღეს ჩვენი ვალენტინობის პაემნის პირველი ნაწილია და მივდივართ ბროდვეის შოუზე. ძალიან მიხარია, ერთხელ ვიყავით შარშან, ალადინზე და იყო საოცრება. ესეთი საოცარი შოუ და სანახაობა არასდროს არ მინახავს. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, დღეს მივდივართ ჰარი პოტერზე. თეატრში ერთად ავდივარ ხოლმე, ყოველთვის ძალიან გამოპრანჭული ვარ, მაგრამ დღეს ძალიან ცივა და თან რადგან დღის სეანსზე მივდივართ და არა საღამოსი, შედარებით უფრო casual ჩავიცმევ. ეს ჯინსი ვიყიდე H&M-ში და ძალიან მომწონს. ზემოდან ესეთი წითელი სვიტრი ჩავიცვი, მგონია რომ ვალენტინობასთან დაკავშირებით თან თემატიკაშიც ჩდება და თან მომწონს. ესეთ პრინტთან აპეტიტ. ძალიან მიხარია. You excited? Yeah. Okay. Is that hard? Of course. Always. Jesus. Born ready. Iagam ტრედი დამეჭახა. რომელი რიგია? 14 და 16, ხა? სერიოზული ადგილები გქონდა. ურა ნეტა წინ ვინმე თავიანი არ დამიწყდეს. ალბათ. So excited. Yeah. უშუალოდ შოუს დროს გადაღება არ შეიძლება და ამიტომ შევხვდებით დასრულების მერე. You keep it. არ ვიცი, ჩემ გარდა ვინმეც უყურავდით TLC-ზე გადიოდა ხოლმე კარლოსის გადაცემა და აწვდნა ხოლმე რაღაც ნამცხვებს და რაღაცებს და ძალიან მაგარი იყო. და აქ ჩამოვედი, ეს რო დავინახე, შუქში ვიყავი. მსგავსი არაფერი არ იყო, ისეთ საოცარი გემრიელი და ეს კაპკეიქები ვიყიდეთ სავალენტინო თემატიკის და ვნახოთ. დღეს არის 13 თებერვალი და ხვალ დღეს სახში ვარ, ლექციები არ მაქვს. ამიტომ დღეს გადავწყვიტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრები უკვე ვაჩუქეთ ერთმანეთს, კარდი მინდა რომ ვიყიდა სავალენტინო და შოკოლადები და ლექცია მეწყება ცოტა ხანში.
და გზაში გავივли CVS-ში, სადაც ყველაზე მეტი არჩევანია ხოლმე ქარდების და შოკოლადებიც იქნება და ვიყიდი ბარემ. ვიყიდე ქარდი ძალიან საყვარელი და შოკოლადებიც გულის ფორმის. მედია გავუხარდება დღეს მიცემ სავარაუდოდ, იმიტომ რომ ამის შენახვის ყოფა მე არ მაქვს. მოვიდი სახში და ხანა მივცეთ. გავემზადოთ დეითისთვის. დღეს მე და ნიკა მივიდივართ მანჰეტენზე ჩვენს საყვარელ რესტორანში, რომელსაც ქვია იტალი. არ არის ძალიან ფენსი და რაღაც განსაკუთრებული, თუმცა ძალიან სენტიმენტალურია ჩვენთვის. ზუსტად 3 წლის წინ ვიყავით პარიზში ვალენტინობაზე და მაშინ ვიყავით პირველად და მოკლედ გადავწყვიტეს, რომ რადგან ნიუ-იორკშიც არის, გაგვესინჯა აქაურიც. ახლა ჩექმებს შევიცმევ, იმიტომ რომ ცივა ძალიან და ხო გზა არ არის. დავით. უნდა გატეხა გული? მედია მოგეწონათ დრევანდელი ბლოგი. არ დაგავიწყდეთ რომ დალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი